დღეს? ადვოკატებმა იციან. რას გეუბნებოდი რომ შევიდნენ აი როგორ გავიხარებოდა მოვლენები მოგვიყევით ანუ დილის 9 საათი ჯერ არისო, როდესაც უკვე მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის პროსპერიტის ადვოკატი და მითხრეს რომ იქ შევიდნენ ჩხრეკაზე და იცოდე მაინც ინფორმაციას გაწოდებ 9 საათი არისო. ამის შემდეგ უკვე ჩემი შვილი წავიდა სამსახურში მარიამი და მითხრა რომ ქვემოთ ძალიან ბევრი პოლიციაო და მივხვდით ჩხრეკაზე შემოდიოდნენ. ერთადერთი მინდოდა რომ საბას სახლიდან გაესწრო, მაგრამ ვერ გაასწრო რა. რას ეძებდნენ, რა გითხრეს, რის საფუძველზე შემოვიდნენ, ძალიან დიდხანს დაჭრილდა ჩხრეკა. რატო? წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი, დილის 9 საათისთვის ვფიქრობ, რომ ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეცვათ, რომ პროკურორები იყო 5 ცალი რაღაცნაირი უფორმო, ანუ პოლიციის ფორმები არ ეცვათ ესეთი პოლიციელები. აღმოჩნდა რომ ესენი იყვნენ სუსტის ოღონდ რაც თავარია, საბა მამო იცნო ერთი, საიდან არ ვიცი და მითხრა რომ ესო არისო პოლიციელიო. და ოღონდ უკვე ჩხრეკა უკვე დაწყებული იყო ჩხრეკა უკვე სახში შემოსულები იყვნენ პროკურორები. პირველი რაც მოხდა პირველი ანუ რომ მივხვდი რომ უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ რომ ტელეფონი წაერთმიათ მე თვითონ მივეცი იმიტომ რომ საბა იყო სახში კიდევ ერთხელ ვამბობ და არ მინდოდა რომ ეხა ამისთვის ეყურებინა ეხა ტელეფონს როგორ მართმევდნენ და თა რა აზრი ქონდა მაინც ამართმევდნენ პირველი ყველაზე სერიოზული რეაქცია რაზეც ჰქონდათ ეს იყო ლაივი და მე მათ ვუხსნიდი რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა და შესაბამისად ეს იყო ჩემი დაცვა მანამდე ვიდრე ადვოკატი მოვიდოდა რომ ლაივში ყოფილიყო ეს მაგრამ აი არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას მანამდე ვიდრე ლაივს არ გავთიშავდი ანუ ეს აქვთ ძალიან ისე როგორ ჩანს პირველ იყო თუ არა შემზადება მაინც თქვენი დაკავების და ფიქრობთ თუ არა რომ თქვენ მაინც გაუგორებებს დაგადებეთ ნახეთ როგორ არის პროცესი ამისკენ მიდის თუ არა იცით რა არის ჯერ ძალიან საინტერესო იყო სუსის ეპიზოდი იმიტომ რომ პროკურატურა რასაც აკეთებდა სუსი მეთვალყურებას უწევდა ეს არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ თქვენ ხო იცით რაღაცა ნდობის ფაქტორები მანდა არის ახლა სისტემაში მორღვეული ანუ ქართული ოცნება სისტემურად ერთმანეთს ცოტა ნაკლებად ენდობა მიუხედავად იმისა რომ მთელი ძალაუფლება ირაკლი ყობახიძის ხელში გადავიდა მე გახსოვთ ანუ ნახეთ როგორ პროკურატურა რო დადოდა სუსი ეუბნებოდა რა უნდა ექნა ანუ ის მოგვიანებით რო გავარკვე რომ სუსი ყოფილა ისინი ეუბნებოდნენ ანიშნებდნენ ისინი იღებდნენ ერთ-ერთი კეპიანი სუსის თანამშრომელი პირდაპირ ეთერში იღებდა რაღაც მინიშნებებს და პროკურატურა შემდეგ ამის მიხედვით მოძრაობდა აი აქ სახლში უფრო Facebook უფრო მესიჯებით ვიდრე ყურზე დაკავების ამბავზე მაინც რომ ვითხრათ თქვენი პროცესი როგორ ჩხრეკის პროცედურა ნახეთ რომ არა, იმიტომ რომ მათი მთავარი ამბავი იყო, რომ ლაივში ეს ყველაფერი არ ყოფილიყო. ჩხრეკის პროცედურებზე მე მათ უთხარი, ყველაზე საინტერესო რა არის? ჩხრეკის განჩინება არის გაცემული 1 აპრილს. ანუ მე რომ 3 აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან, ესე იგი ის ინფორმაცია იყო სწორი, რომელიც მე მაშინ მომაწოდეს. ანუ მე როგორც არა, ნახეთ როგორ არის თუ სამართლებრივად როგორც მე ამიხსნეს, მე ადვოკატებმა რომ ვიკითხეს ადვოკატებმა რომ ამდენი ხანად ვერ შემოხოდით, სამართლებრივად ამიხსნეს რომ ვადა გადიოდა ამ ნებართვას და შესაბამისად გამოიყენეს ეს ნებართვა. ეძებდნენ დოკუმენტაციას, აქ იყო მთავარი ამბავი ფონდის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ანუ სხვა და პრინციპში ყველაფერი ამოიღეს საბას ბავშვობის ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, არ ვიცი, მარიამის დაბადების დღით დამთავრდა, ვუხსნიდი რომ ხახნო აწერია რაც არის. მაგრამ ხა ამაში რამე ტრაგიზმი კი არა, მე უბრალოდ მინდა გითხრათ რა კომიკურ სიტუაციაში ყველაფერს აპროტინებოდნენ. თუ გაქვთ ამის მოლოდინი კი, ტექნიკაც ამოიღეს. ანუ საბოლოო ჯამში ამ შეკითხვას რო უპასუხე რა ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები რო არ ირთვება და ეხლა რადგან აქ დავახვედრე, ესე იგი პრობლემა არ არის. დანარჩენი კიდე რა ვიცი, ამოიღეს ეგრეთ წოდებული ფლეშკები თუ რაღაცები, რომელიც ჩემი არ არის, ჩემი შვილების არის, მარიამის არის და მარიამა იდარდოს. ნახეთ როგორ არის, მე როგორ გავაგზელებ, ეხლა აქ ხო როგორი რაღაცაა, ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს რომ გაჩერდით რა. და შეჩერდით. ეხლა ნახეთ როგორ არის სინამდვილეში აქ ესე ვინც არ შეჩერდა, არ შეჩერდა იმიტომ კი არა რომ სხვებს უბრალოდ არ აქვთ ის არ ქონდათ ვალდებულება აღებული პატიმრების წინაშე, ხო? და არ შევჩერდით რა. ეხლა მეორე ეტაპი იყო რომ შემოვიდნენ ჩხრეკაზე. ეხლა მითხეს რომ კიდე შეჩერდით. ეხლა ჩვენ ხო არ შევჩერდები ეხლა. შემდეგი ეტაპი იქნება კიდე სავარაუდოდ რაღაც ბრალს წამიყენებენ პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ. მერე კიდე არ შევჩერდებით და ბოლოს ატყვია მეტყვია რომ ხება თუ არ მოისვენებ ეხლა ბორკილებსაც დაგადებ. კი, სხვათა შორის ამაზე ყურადღება გამომახვილებინა ადვოკატმა, თუ წინა პროკურატურის განცხადებაში ეს იყო რომ სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსება და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი არის მოხსნილი და იქ არის რომ აი პირდაპირ უწერიათ რომ ქველმოქმედების გამო წაგვიყენოს ბრალი.
ფინანსური დოკუმენტაცია რაც ახსენე, ანუ ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია უნდათ. კი. რაც აიღეს ამ მე არ მაქვს ფინანსური დოკუმენტაცია, არის ონლაინ და შეუძლია რომ ამოიღო, ნუ. ამის გამო ვფიქრი რომ შემოვიდნენ, სადაც უნდათ იქ შევიდნენ? ამის მოლოდინის ხომ არ გაქვს. ყველაფრის მოლოდინი მაქვს, მაგრამ სადაც უნდათ იქ შევიდნენ, მე მათ განმომარტა, რომ ონლაინ არის, ხო, ჯერ ესეთის ბანკებიდან დოკუმენტაცია დიდი ხანია გატანილი აქვთ. და მეორე ერთიც საგადასახადო დოკუმენტაციაც ახლა მათთვის არის ხელმისაწვდომი თუ არ და ჩემთან რა დოკუმენტაციას ეძებენ. თქვენი შვილის ტელეფონი რატომ დასჭირდათ კომპიუტერი? ჩემი შვილის ტელეფონიც წაიღეს და კომპიუტერის პატარა საბასი. საფუძველი იყო რა. არ ვიცი, ვერ გაგვიმარტეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით მოხდა ძალიან ემოციური საბას ემოციური დიალოგი პროკურორთან ლამაზად რომ თქვა რა. ნანუკა გითხრეს თუ არა გამოკითხვაზე რა ჯერჯერობით არა. არა, მაგრამ შემდეგი არის რომ ბრალს წარმოიდგენენ, მე გეუბნებით, აი როგორც სამში დავწერე რომ ჩხრეკაზე შემოვლენ თქო და პირველში მართლა აგერ არის დოკუმენტი რომ პირველში ამის ნებართვა გაცემული იყო. ეხლა მე გეუბნებით რომ შემდეგი ეტაპია ის რომ წამიყენებენ ბრალს, მერე ბრალის შემდეგ კიდე რაღაც დროს დააცდიან გავლენ, გავა და მერე დაგვაკავებენ. გამარჯვება ხალხშია. ჩემო სიყვარულო. ადვოკატები არის